გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ნაცნობი სახეები. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ცნობილი ქალბატონი, პედაგოგი, პოეტი, ზეინდაბ მეტრეველი ოჯახურ გარემოში. ზოდიაქოს ნიშანი თევზი, საყვარელი ქალაქი გორი, ცხოვრების მიზანი, კეთილი საქმის კეთება, სანუკვარი ოცნება, ერთიანი საქართველოს ნახვა, საყვარელი მწერლები, ოთარ ჭილაძე, გალაქტიონი და ვაჟა, საყვარელი ფრაზა, რომელსაც ხშირად იმეორებს. მე სიკვდილი ვარ ჩემი თავისა და შენში არის სიცოცხლე ჩემი. ბიოგრაფიული შტრიხები. ზეინდაბ მეტრეველი დაიბადა გორის რაიონის სოფელ მეჯრისხევში. აქ ეზიარა წუთისოფლის დიდ ჭეშმარიტებას. ამ სოფელში ყავს ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანები. დედა, მამა, ძმები და ნათესავები. აქ გაატარა თავისი ბავშვობა, რომელიც დღესაც ლამაზად ახსენდება. შემდეგ სკოლის წლები, როდესაც პირველად მერვე კლასში პირველი ლექსი გამოაქვეყნა გაზეთ გამარჯვების ფურცლებზე. ქალბატონი ზეინაბი დღესაც კი არ თვლის, რომ მკითხველთან კონტაქტშია. მიუხედავად ამისა, დღესაც განაგრძობს უკონტაქტო წერას და თვლის, ეს მარტო წერა კი არა, ბედის წერაა. გორელებისათვის კარგა ხანია ცნობილია ეს მშვენიერი ქალბატონი. ზეინდაბ მეტრეველი გონიერი მოსწავლე, ინტერესიანი და არაორდინალური სტუდენტი და შემდეგ უკვე ენერგიული მასწავლებელი. მართალი კალმით მოუბარი ჟურნალისტი, დიდებული მეუღლე და შესანიშნავი დედა. ის რასაც დღეს მან მიაღწია ცხოვრებაში, თვლის, რომ სათავეს თავისი ბავშვობიდან იღებს. ქალბატონო ზეინდაბ, საინტერესოა, როგორ გაიხსენებდით თქვენს ბავშვობას? ჩვეულებრივ გავიზარდე სოფელში და სხვადასხვა თუ რამე კარგია ჩემში, მე ამ სოფელს ვუმადლი. აი დღესაც მახსენდება ხოლმე, ვთქვათ, ჩვენთან ჭარებულას ხეობას ეძახდნენ ხოლმე და სიზმარში ხშირად ხედავ ჭარებულას ხეობაზე გადავლენ ღრუბლებს, აი კასკილის ბუჩქი იდგა, ერთი თითი ბუჩქი, ისიც მახსოვს კარგად ძალიან. და საერთოდ ხდება ბავშვობის გაპროფილება, როგორ იცი, შეიძლება მთელი ბავშვობა არ ჩაჯდეს ჩარჩოში, ადამიანური ხსოვნის ჩარჩოში, მაგრამ არის გარკვეული მომენტები, რომელიც აუცილებელ სამშვენისად იქცა ჩემი ცხოვრების. აი უიმისოდ მე ვერც სიზმარს ხედავ და ვერც ცხადს, აი ასე უნდა მიდიოდეს. ალბათ ყველას ბავშვობა ასეა. შეიძლება იმის ბრალიც იყოს, რომ ზედმეტად რომანტიული ფერებით დაინახოს ყველაფერი. ან შექმნა ისეთი მოგონებები ბავშვობიდან, რაც სინამდვილეში არ ყოფილა, მაგრამ შეჭირდება. და აი ასე ესეთი რაღაცა გამორჩეული, არაფერი თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სხვადასხვა ბავშვური თამაშობები არ მეყვარდა. უფრო ფიქრი მეყვარდა. სკოლის წლების ყველაზე ნათელი და მუქი მოგონება. სკოლის პერიოდი, ახლა რომ თქვა, რომ ძალიან ისე შთამბეჭდავი იყო მეთქი, იყო ჩვეულებრივი სკოლის პერიოდი, სწავლა, ახლა ყველაფერს თქვათ დღეს მოდაშია, რომ ყველაფერი დავაბრალოთ იმ კომუნისტურ სისტემას და რაღაცას, მაგრამ შესაძლებელია უბრალოდ ეს ჩემი ბუნების ნატურიდან გამომდინარე, რომ მე არ ვიყავი თქვათ იმ მოწოდების სიმაღლეზე, რომ სხვაგვარად მესმოდა ყველაფერი და ამიტომაც იყო ძალიან მახსოვს კარგად სკოლაში გაცდენილი გაკვეთილები 21 ნოემბერს, მხოლოდ იმიტომ, რომ მთავარანგელოზობა იყო და ჩვენ ბავშვები კორთაში მივდიოდით და მიყვავდა ხოლმე კარგი მოზრდილი მამალი, რომ შესაწირავად და აი მიკორთის ფონზე იშლებოდა ჩვენი ბავშვობა და ის დასჯა, რომ იქ მივდიოდით და მე ჩამოვდიოდ და გვჭირდნენ ამისთვის, რა თქმა უნდა, ეს დღეს ძალიან ისე მოაჩვენებათ დღევანდელ ახალგაზრდობას. ეკლესიაში შესვლაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. შინაგანი რწმენა, რომელიც თავისუფლებას ითხოვდა ჩვენში, შემოფარგლული იყო რაღაც ჩარჩოებით და აი ამ ჩარჩოების მსხრობას უნდებოდით ჩვენ არაგარეკნული ნიშნებით, არამედ შინაგანი ფაქტორებით, იმიტომ რომ ამის ნებას გარეკნულად არავინ არ მოგცემდა, ელემენტარულად არ გექნებოდა არავითარი წიაღისვლა ცხოვრებაში. და ამიტომ შინაგანი თავისუფლებით უყაბულდებოდით ჩვენ და ესე იქნებოდა ჩვენი პიროვნება თანდათანობით და ვინც შეძლო იმ ჩარჩოებში მოქცევა, მე სხვა ცხოვრებით წავიდა, მაგრამ ვინც ვერ მოვეკეცით ამ ჩარჩოებში, სხვა ცხოვრება ავირჩიეთ და ცხოვრობთ დღევანდელი ცხოვრებით. ქალბატონმა ზეინდაბმა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჟურნალისტად. შემდეგ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიურ მოღვაწეობას იწყებს. ამჟამად კი როგორც გორში უნივერსიტეტში, ასევე თბილისში ტელეიმედთან არსებულ ინსტიტუტში კითხულობს ლექციებს. პარალელურად ქალბატონი ზეინაბი განაგრძობს თავის შემოქმედებით მოღვაწეობას. გამოცემული აქვს მოთხრობები ჟურნალ-გაზეთებში. შექმნილი აქვს მრავალი ლამაზი ლექსი, რომელსაც ალბათ კრებულის სახით გამოსცემს. ჯერჯერობით მხოლოდ თავისი ახალი რომანის საყდრის ჩიტების გამოცემას აპირებს. მიუხედავად საკმაოდ დატვირთული ცხოვრებისა, იგი თვლის, რომ პირველ რიგში ქალია, უყვარს ოჯახში ფუსფუსი, სადილების მომზადება, ქმარშვილის მოვლა.
მხოლოდ საოჯახო საქმიანობის მოწესრიგების შემდეგ იწყება მისი ეგრეთ წოდებული ღამეული ცხოვრება, როდესაც ქმნის ლექსებს, ჩანახატებსა და მოთხრობებს. ეს ყველაფერი მე ვიცი ძალიან საკმაოდ დადაბული ცხოვრების ფონზე გვიხდება ცხოვრება დღესდღეობით და თქვენს დაკავებული ხართ თუ მუშაობთ, აი ოჯახს როგორ უთავსებთ თქვენ პროფესიას, თქვენ საქმიანობას, საინტერესო აი როგორ ასწრებთ ამ ყველაფერს. ვასწრებ რა მხრივ, ახლა გამომიმუშავდა ერთი ცუდი თვისება თუ ამას ვუძებ. მე ფაქტიურად ახლა ღამე არ მძინავს, რო თქვა რომ მძინარა კი ვარ, აი 8 საათიდან 12 საათამდე ძალიან მიყვარს დილის ძილი, მაგრამ შემიძლია მთელი ღამე გავარდენო. იმიტომ რომ ბავშვები მყავდნენ პატარები. ბავშვებს ჭირდებოდათ მოვლა. მე ცოტა აზიატი ბუნების ქალი ვარ. მე მქონდა ასეთი სურვილები, რომ ჩემ შვილებისთვის არ მომეკლო არც სწავლა განათლებაზე ყურადღება მიმექცია, არც აღზრდა მოუკლებოდათ, არც აჭმელი, არც და სარეცხი. ახლა ზოგი პოეტია რომ შეუძლია რომ ოღონდ თავისი მუზა საქმიანობაში მოიყვანოს და სხვა დანარჩენი, მაგრამ მე ეს არ შემეძლო. მე მინჭირდება კომფორტი რა. აი ორი სკამი მქონდეს, ერთი მაგი და მაგრამ ის იყოს იმ ადგილზე, სადაც უნდა იდგას. ასე. მე შეიძლება ლექსი დავწერო, მაგრამ აი ჯერ რომ ლექსის წერა მინდოდეს და სკამის ძებნა დავიწყო და მაგიდის ძებნა ესე არ შემიძლია. აი მიყვარს რომ ოჯახში რაღაცა მაინც იყოს წესრიგში და მე გავაკეთო ეს. და რა თქმა უნდა ეს მოხდა მე იმის ხარჯზე რომ მე ფაქტიურად ღამის პირველი საათიდან, ღამის 12 საათიდან ვიწყებდი ცხოვრებას ჩემთვის, თორემ მანამდე შვილები, ქმარი, ოჯახი, ეს ყველაფერი და ალბათ ამან გამომიმუშავა, რომ მე ღამე უკვე აღარ მეძინებოდა. დღესაც ასე ვარ სხვათაშორის. მე ვერ წერ ვერც ლექსს და ვერც პროზაულ ნაწარმოებს სინათლის შუქზე, ხო, ილიჩის ნატურაზე ვერ წერ, მე ვწერ სანთლის შუქზე. ეს გამომიმუშავდა, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, მაგრამ ეს ალბათ იმის ბრალია, რომ მინდა რომ მოვწყდა რეალობას და მე იმ სამყაროში ჩავიკეტო, რომელშიც უნდა დავწერო ლექსი. ასეთ სამყაროში ლექსის წერა არ შეიძლება. ყოველ შემთხვევაში მე არ შემიძლია. კურიოზი, რომელსაც ახლა გაიხსენებდით. რა ვიცი, ახლა საერთოდ კურიოზების ქალი ვარ ახლა. ერთი რამე მინდა მოვყვე. ძალიან სუსტი ვარ მათემატიკაში მე. გამრავლების დაბლა ბოლომდე არ ვიცი. ხო მე მგონია პოეტმა არც ერთ მარჯის გამრავლების დაბლა და არც იმდენი ფული არ მქონია ხო რომ გამრავლების დაბლოს გაცდენოდეს. ხო და ერთხელ მახსოვს მოვიდა შუქის ფულს რო კრეფავს ხოლმე, რა ქვია, ინკასატორი მოვიდა და მე აქ სახს ვალაგებ და კუპონები ახალი შემოსული და ისე წავიდა კუპონების თუ მე ვერ გავიგე და მაშინ ხო გახსოვს მილიონებზე იყო 10,000 და როგორ გიხაროდა ხოლმე რომ მილიონი კუპონი. შემოვიდა ეს კაცი და ქალბატონო მე თქვენო გადასახდელი გაქვთ შუქის ფული მოგწანდით მეთქე მოუთხარი და მისახელებს 8,000 რაღაცა კუპონს ხო და ჩემი კვარი სოფელში მიდო და მითხრა რომ აი უჯრაში ჩავყარეო ეს ფული დავარქვათ ფული პირობითად და ნუ თუ ვინმე მოვიდა გადაიხადო გამოვიდანე 8,000 რაღაცა მაგრამ ის დასახურდავებელია გამიგდა მიცემ ამ კაცს ისაც უდავ ჩემზე უბედური იყო. ახურდავებს, ვერ ახურდავებს ამას. გადმომაწოდებს მე ამას, ნუ ვახურდავებ, არ ვიცი ახლა 91 მეტი აღარ ვიცმია და. ერთი სიტყვით ეს გაგრძელდა 1 საათი. როგორც იყო დავახურდავეთ ეს კუპონი, დაუდე, აი მაგიდასთან დაჯდა. ძალიან ნელა, გადაშალა ჟურნალი, ჩაინიშნა, გადათვალა ეს კუპონები 1 საათის შემდეგ და ეს კაცი იმდენად გამოშტერდა უკვე რომ წავიდა, მე გავაგრძელეს. დავინახე რომ ეს ჟურნალიც, ფულიც და ინკასატორის მთელი ჩანთა კუპონებით ავსებდეს მაგიდაზე. ესე იგი, გამოვაშტერე ეს კაცი ამდენი ანგარიში. ხო და წავიდა და მე რომ გავძახე აი იმდან თქვენ და მოიხდა რა გნებავს ქალბატონო და იმას უკვე ისეთი შეშინებული სახე ყონდა როგორც ამას მოვცილდეო ერთი სული ყონდა. ხო და მეოთხე ჩანთა დაგჭა და მე შემიძლია მილიარდერი გავხდარიყავ იმდენი ფული დო იმ ჩანთაში და მოვიდა და იმის შემდეგ აღარც მინახია ეს კაცი საერთოდ ინკასატორად ემუშაობს და არ ვიცი ვინ იყო. ყოველ შემთხვევაში აღარც მოსულ და აღარც კუპონი ყოფილა, მაგრამ აი ეს მახსოვს ეს უსუსურობა ამ და მე არ ვიცი ახლა ნამდვილ დოლარებს, ნამდვილ დიდ ფულს როგორ თვლიან ვერ ვიგებ. ძალიან ბევრ ფულს ყოველ შემთხვევაში. მე ვერ ვთვლი. ზეინებ მეტრეველის მეუღლე ტარიელ გურგენიძე, პროფესიით ჟურნალისტი. იგი წარსულში მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო ინსტანციებში, ამჟამად უმუშევარია. მათ ოჯახი 1994 წლის 29 მაისს შექმნეს. ყავთ 2 შვილი, ანი და დაჯი, რომლებიც უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ჩვენ გავიცანით ანი გურგენიძე, რომელიც დედის შემოქმედების რეალური შემფასებელია. მას ძალიან უყვარს ქალბატონ ზეინების თითოეული ლექსის ტრიქონი. ნუ, როგორ შევაფასებდით დედას, სტაცნელია ახლა. დენი მაყურებლის წინაშე შეაფასო დედა.
პირველ რიგში მართლა ძალიან გულწრფელად საერთოდ ძალიან სიტყვაც უნწოვით გამოვირჩევი დედას მე როს უთხრა რაღაც ქათინაური კომპლიმენტი, მაგრამ ვისარგებლებ ამით და უღრმეს მადლობას გადავუხდი იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენ გაგვიკეთა, თავის ოჯახს გაუკეთა. მართლა ძალიან ბევრი რამ შეგვძინა და რა არის იცით, დედა სახლში ძალიან კარგია. ნუ მე ვერ გავიხსენებ ისეთ შემთხვევას, მომენტს დავარქმევ შემთხვევას თუ რაღაცა, რომ დედას ჯერა დაეღო თავისთვის პასტა ფურცელი და ლექსი დაეწეროს და ნუ შვილებისთვის ყურადღება არ მოექცეს. არა ეს ყოველთვის იგი შემოქმედებისთვის ყოველთვის ღამე იცლიდა და პირველ რიგში გაიღვიძებდა თუ არა ჩემი შვილები, ჩემი მეუღლე თავის მთელ დროს ენერგიას გვახმარდა ჩვენ და ნუ თუ ერთი რამე შეგვეშლებოდა რაღაც იყო ნუ ძილის არასოდეს ისი არ დაწევოდა და არ დაგვაძინებდა შემოვიდოდა გვესაუბრებოდა გველაპარაკებოდა ზოგად თემებზე ძალიან გაგვაცნობოდა ამათ ეს იყო მხატვრობა მწერლობა მუსიკა ლიტერატურა მე წაგვიკითხავდა თავის ლექსებს უბრალოდ ჩვენ ვთხოვდით რომ წაგვიკითხე და რომ გვიკითხავდა ლექსს მე დაგვეძინებოდა და გვაკოცებდა შუბლზე რაღაც და ის გავიდა და ჩემო ოთახში და შემდეგ იცნობდა ამ თავისი შემოქმედებისთვის რამდენად კაცრია შვილებთან მიმართებაში? კაცრი, მართლა მკაცრი დედა. მე ამ სიმკაცრეში ნამდვილად არ გულისხმობ ახლა ცემას და რაღაც და არა, ნამდვილად თითი რა არის, მე არც მამასგან და არც დედასგან არ მახსოვს, მაგრამ რიდი დედასი ჩვენ ეხლაც გვაქვს, ნუ მისი ერთი სიტყვა გააჩნია, რომ თუნდაც ის ერთი შემოხვდა, ჩვენ უკვე ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ და მოეწონა თუ არა მას ჩვენი საქციელი. წავიკითხავ ერთ ლექსს, რომელიც ალბომზე წამიწერა. ეს არის სონეტი. ნუ რასოდეს ნუ გაიხდი თოვლისფერ კაბას. თუ გაზაფხულებს ვერ შეიგრძნო ფერთა როწინით. ნუ ამოირჩევ ნუ რასოდეს მზეს წელს და თამამს მერე სიცივე არ შეგზაროს მთვარის ლოგინით. ნუ რასოდეს მოინდომებ სიბრძნით ავსებას, რომ სასოება არ წარკტაცო სხვათა სიმდაბლემ. სეციერობას, ნუ დასწამებ მიწით არსებას და ყოვლის მონა დედოფლობას, ნუ დაიბრალებ. ღმერთმა არ აქნას, არა გავდე ქვეყნად არავის, არ ვინ შეგარჩენს გამორჩევას ქვეყნად სხვებისგან. უფალთან დადგი მოკვდაობის თეთრი კარავი, რათა რაღაცით გადაურჩე ცოდით შერისხვას. სულ სხეულიდან ხავერდივით თუ არ გადაფენ, დაბალთ შესაშორს დავტოვებ თითქმის არაფერს. ეს არის ერთ-ერთი ლექსი, მაგრამ ასეთი ძალიან ბევრი მაქვს, ეს არის გამორჩეული ლექსი, რომელიც ძალზე მიყვარს. საკუთარი სუნთქვაც კი მამძიმებს, როცა პოეზია მოდის, რადგან მისი რიტმულობა ფეხის მონაცვლებას არ აცლის მის უდიდებულესობას და ამიტომაც წუხარ სიცოცხლის ამგვარ ხმაურობასაც, რადგან პოეზიის ხმაურია სამყაროს სრული სიმშვიდის გარანტი. ასე თვლის ქალბატონი ზეინები, რომელსაც თავისი შემოქმედების გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენლად ეჩვენება. წაგვიკითხეთ თქვენი საყვარელი ლექსი. ყვავილი ვიყავ ჯვებეხანის ცხენით ნატორი საქართველოდან გამიტანეს ულან ბატორით თან გავიყოლე ჩემი მიწის ერთი ნამცეცი და როცა ცხენმა დაგვიბერტყა კარგად დავეცით მისმა ნასუთქმა გადმისრულა ყვითელ კარავთან დაზეცა ერთ დიდ წარეცრემლად დაპატარავდა წამოვიწიე გავახილე შვები თვალები ღეროზე უცბად ამიკვნესდნენ ყვავილის ზარები გადამავიწყდა წამიერად ჩემი ვაება მაგრამ როდესაც ჩაიარა ჯვებეყაენმა გაუცებულმა შემომხედა და ყონსურჩია აი ეს ყვავილი მოაშენეს სისხლით გურჯია დღეს ობოლია მარტოსული მაგრამ ფრთამალი ხვალ შეიძლება გადაპეტოს მთელი ტრამალი თუმცა ფოთოლზე დღემდე ნამი არ შეუშრია მაინც ხვაგვარი ამაყიდა ცხელი ჯიში აქვს ნეტა საიდან აგვედევდა როგორც მსტოვარი გურჯი ხათუნის ცრემლიანი მოსაგონარი ან იქნებ მათი ისტორიის ერთი წამია ჩვენს ცხენებს დღემდე რომ ვერაფრით შეუჭამიათ არ გახსოვს ცოტნე იქნებ მისი თაფლის წვეთია რომელიც ჩვენი გამარჯვების სისხლზე მეტია იქნება მათი უდრეკობის ძველი გვენია ცხრის დუმის მჭამელთ შეუმჩნევი გამოგრჩენია მუდამ სახრაზე გადაგებულ ცხენზე მთვლემარეთ უკან გამოყვა თუ ვერაფრით გამოვეპარეთ გადაამრავლე გადაპენტე მისი ტრამალი შემოიჩვიე თუმცა ჩვენი ჯიშის არ არის ეხ თუ ყვავილსაც ამდაგვარი ურჩის სისხლი აქვს მისი ქვეყანა უკეთესი მტერის ღირსია
ჯვებემ ფოთოლზე გადამისვა ხელის მტევანი, შემაცაკცაკა ისე მომხვდა ვიცსა ტევარი, მერე თვალთან დამიგორდა ცრემლი ობოლი და შემაცრემმა გააღიმა კუშტი მონგოლი. ჩაფიქრდა წამით, მოისრისა შუბლი ორთითა, ჩემი ათიოთ ყვავილიდან ერთი მოფლითა, დასუნა ვეღარ აცილა ტუჩი უძღებმა და შევიგრძენი რკინის გული ამოუმღერდა, იმასაც მივხვდი, იმ წამიდან გადამთიელი, აღარასოდეს იქნებოდა ჩემზე ძლიერი, ჩაღუნა თავი, სინანულით გადააქნია, მიხვდა სამშობლო მარტოოდენ მიწას არ ქვია, რადგან ამგვარი სურნელება იმ ყვავილს აზდის, ვინც გაზაფხულობს უცხოეთში, სამშობლოს დარდით, შორს ხორხოცებდნენ, კანკალებთან, კარავთან კრავი, წინარე ჩვებეს, უნაგირზე მიეკდოთ თავი. რას შემსლუკუნებს სულო ბეჩავო, რას მომაშტერეს სველი თვალები, რა გეშინია რომ არ შეგშალო, ძალზე უბრალო გარდაცვალებით, რას მთხოვ ქარაბზე ხიდად გაგიდო, რომ ცოდვილებმა გადაგიარონ, თუ სულ ყველაფერს გამოგარიდო, ქვეყნად გაჩენაც არ ვაღიარო, თუ შეიდიშის ნისლი დაგხურო, ან თლად შიშველი დაგსვა შხარაზე, თუ მონასავით მოგამსახურო, ხიბლი ჩემში რომ თმენით ჩარაზე, მაშ რა ვქნა, ქედი საით წავხარო, სად გაყვავილო კვირტებ ნაკუშტი, ნეტა იმდენი ზეცა გახარო, თუ ამ უბედურ მიწას დაუსხლტი, ყველას ცოდები გადაშლილია, უფლისგან ვინაც ჩვენთვის ეწამა, ვიცი მოგცემენ, ნუ გეშინია, ფრთებსა და ფისას, როცა მეწამა. ჩვენი გადაცემა დასრულდა. ჩვენ ერთ კვირაში კვლავ შეხვდებით ერთმანეთს და ისევ თქვენთვის საინტერესო ნაცნობ სახით წარმოგიდგენთ ოჯახურ გარემოში. მაშასე კვირას 19 საათზე ჩვენ ისევ შეხვდებით ერთმანეთს. კარგად ბრძანდებოდეთ.